საერთაშორისო პარტნიორები ქართველი ხალხის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ. ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებები სენატორებმა ჯიმ რიჩმა და ჯინ შაჰინმა გაავრცელეს. მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველებს არ მიატოვებენ. ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. კარგად ნაცნობია ხელისუფლების მცდელობა უარი თქვა საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაწესდა სანქციები. კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, რომ ჰქონდეთ თავისუფალი სამართლიანი დემოკრატია. ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია და არაერთხელ გამართა საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციები თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მე ვაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, სანამ ისინი მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები. საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი ჯო უილსონი. მან 28 დეკემბერს ოცნების წინააღმდეგ დოკუმენტის შემუშავებაც დაანონსა, რომელიც მისი თქმით, ახალ არჩევნებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ივანიშვილის ხელისუფლების აღიარებას აუკრძალავს და ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად საქართველოში სალომე ზურავიშვილს მიიჩნევს. შვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვასლავ ჰაველის ტრადიციაში ომის დამნაშავე პუტინს ძალადობა სურს შემდგომი ჩაგვრის მიზნით. ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართულ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით. უცხოელი პარტნიორების კრიტიკის პარალელურად ოცნების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ რუსი მაღალჩინოსნები. ივანიშვილის პარტიის ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკა ამჯერად სერგეი ლავროვმა მოიწონა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოცნება ცდილობს არ იყოს ეგრეთ წოდებული პაიკი დასავლეთის ხელში. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ თბილისით სრულ დილემაში ჩააგდონ, ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს შექმნა სუვერენული პოლიტიკა, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნულ ინტერესებს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს უბიძგებენ დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართულ ხალხს ესმის ყველაფერი და წინ წავა, აცხადებს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში სერგეი ლავროვი.